ერთხელ პატარა სოფელში, სადაც ზამთრის ცივი ქარები ქროდა და თოვლი მთებს ფარავდა, ცხოვრობდა მოხუცი კაცი გიორგი. მთელი ცხოვრება ღვთის სიყვარულითა და ლოცვით იყო სავსე. მიუხედავად სიღარიბისა და მარტოობისა, არასოდეს უჩიოდა ბედს, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ ღმერთი არასდროს მიატოვებდა. ერთ ზამთარს სოფელში ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. მოთოვდა ისე, რომ გზები ჩაიკეტა, მდინარე გაიყინა, ხოლო სოფლელები თავიანთ სახლებში ჩაიკეტნენ. გიორგის პატარა ქოხი ძლივს უძლებდა თოვლის სიმძიმეს. საჭმელი ეწურებოდა, შეშა აღარ ჰქონდა, მაგრამ ლოცვას არ წყვეტდა. ერთ დღეს მეზობელმა ვასომ ქოხთან მიირბინა და შესთავაზა: გიორგი, მოდი ჩემთან. ცეცხლი მაქვს, საჭმელი, ყველაფერს გაგიყო. მაგრამ გიორგიმ გაიღიმა და უპასუხა: მადლობა, ვასო, მაგრამ ღმერთი მიცავს. ვიცი, რომ არ მიმატოვებს. გაიარა ერთმა დღემ. ახლა მეზობლის ბიჭმა დათომ მოიტანა ცოტა ოდენი პური და წყალი. ბაბუა გიორგი, ეს ცოტაა, მაგრამ რამეს ხომ შეჭა. მოხუცმა თავი გააქნია და ისევ გაიმეორა: ღმერთი მიცავს, შვილო. მადლობა, მაგრამ ის თვითონ იზრუნებს ჩემზე. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა თოვლიდნობას დაიწყო, სოფელში სამაშველო ჯგუფი მოვიდა. მათ გიორგის დახმარება შესთავაზეს, მაგრამ მოხუცმა კვლავ უარი თქვა: ღმერთი არ მიმატოვებს. რამდენიმე დღეში მოხუცი სუსტ დაიწყო, სიცივე და შიმშილი ძლიერად აწუხებდა. ბოლოს, როცა ლოცვად ჩაძინებულმა ღვთის წინაშე აღმოჩნდა, გაოცებულმა ჰკითხა: ღმერთო, რატომ არ დამეხმარე? მე ხომ მთელი ცხოვრება შენ გენდობოდი. მაშინ ზეციდან ხმა გაისმა, სამჯერ გამოგიგზავნე დახმარება, მეზობელი, ბიჭი და მაშველები, მაგრამ შენ უარი თქვი. მე მუდამ შენს გვერდით ვიყავი. მოძღვრება, ღმერთი მუდამ გვიცავს, მაგრამ მისი დახმარება ხშირად ადამიანების შესაძლებლობებისა და შემთხვევების სახით მოდის. საჭიროა გავხსნათ გული და მივიღოთ ის წყალობა, რომელსაც ღმერთი გვიგზავნის.